კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.gy, MyVideo.gy, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. ახალი კანონპროექტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით, ამ თემაზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად, შემოგვიერთდა იურისტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი მარიამ გოხიძე. მოგესალმებით მარიამ, მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. უთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს რომ 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხმედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს ინფორმაცია ჩვენმა საზოგადოებამ შეიტყო, რომ არეგულირებელ ორგანოს იცვლით, მაგრამ ატყდა აჟიოტაჟი. მოდით დავიწყოთ რა იცვლება თვისობრივად ამ გადაადგილებით მარეგულირებელი ორგანოს შეცვლით. ეს არის მხოლოდ, ასე ვთქვათ, მარეგულირებლის შეცვლა თუ გარკვეული ფუნქციური სიახლეებით შეიძლება მოხდეს. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მსმენელს, მადლობას გიხდით მოწვევისთვის და თქვენი დროის ამ საკითხზე დათმობისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად აქტუალური საკითხია და საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გვაქვს დღეს, განსაკუთრებით დაგეგმილი ცვლილებებთან დაკავშირებით. პირველი რაც უნდა აღვნიშნოთ, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივა, რაც გავრცელდა და ვნახეთ, ეხება მხოლოდ იმ ნაწილს, რომ ამ ეტაპისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება 2026 წლის 2 მარტიდან და მისი ფუნქციები სრულად გადადის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. სხვა ფუნქციური ცვლილება, ან სხვა რაიმე ინსტიტუციური ცვლილება, რაც კანონით გვქონდა ძალაში, არ არის დაგეგმილი, შესაბამისად ცვლილება ეხება მხოლოდ საზედამხედველო ორგანოს შეცვლას. ეს ძალიან აქტუალური გახდა განსაკუთრებით დაწესებულებებისთვის, იმიტომ რომ მათ გაუჩნდათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, რჩებოდა თუ არა ის ვალდებულებები ძალაში, რაც მათ კანონით აქვთ დაკისრებული, ასევე რჩებოდა თუ არა ძალაში, რაც ძალიან აქტუალური იყო ბოლო დღეების განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი. უნდა უთხრათ თქვენს მსმენელებს, რომ ფუნქციურად კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები ისევ ძალაში რჩება. იცვლება მხოლოდ საზედამხედველო ორგანო. ძალიან კარგი. მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცნაირად დაკმაყოფილდა ეს ინტერესი. ზოგადად, როდესაც ამ თემას ვეხებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ სრულყოფილად საზოგადოება მაინც ვერ იაზრებს რა არის პერსონალური მონაცემები. პირველი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პერსონალურ მონაცემებზე, აქ არის ის ინფორმაცია, რომელსაც კონკრეტული ინდივიდი, ვთქვათ, კონკრეტული ინდივიდს აქვს, ეს არის, ვთქვათ, პირადი ნომერი თუ სხვა ტიპის ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს. ხან ხდება ნებით, ხან უნებლიეთ, გინდა არ გინდა ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობ და თავისთავად ხვდებით, რომ ეს გამოწვევები შეიძლება ახლდეს ამ ყველაფერს. 2024 წლის მიღებული კანონი გვაქვს ჩვენ, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას და ვარკვევთ, ვის შეიძლება ფლობდეს ჩვენს პერსონალურ მონაცემებს. თუ გადავალებთ თვალს, ვთქვათ, ამ დაახლოებით 1 წელიწად ნახევრის, ვთქვათ, სტატისტიკას. რა შეიცვალა ამ კუთხით დამოკიდებულებაში, ქცევაში და თავად ამ საკითხის გააზრებაში? მარტივი პასუხი რა არის პერსონალური მონაცემები გვაქვს დღეისთვის. მოგახსენებთ, ნამდვილად გეთანხმებით, რომ ამ კუთხით როცა ვსაუბრობთ პერსონალურ მონაცემებზე, ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, თავად ჩვენი მოქალაქეების მონაცემთა სუბიექტების. ეხლა რა არის პერსონალური მონაცემი, ხო? პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი მაიდენტიფიცირებელი მონაცემი, რომელმაც შეიძლება კონკრეტულ ინდივიდთან დაგვაკავშიროს და მიგვახვედროს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ინდივიდზე, ხო? ეს შეიძლება იყოს როგორც ჩვენი სახელი, გვარი, ასევე შეიძლება იყოს ჩვენი ტელეფონის ნომერი, ელექტრონული პოსტის მისამართი, საცხოვრებელი მისამართი, სამუშაო ადგილი და სხვა ის ყველა ჩამონათვალი, რომელმაც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება მიგვახვედროს თუ რომელ კონკრეტულ ინდივიდზე ვსაუბრობთ. მარიამ, ეს ხომ ისედაც გვაქვს სოციალურ ქსელებში ხო, ნამდვილად, ამას ჩვენი ნებით ვაზიარებთ ამ ინფორმაციას, ჩვენზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ და სწორედ ამიტომ არსებობს და ამიტომაც განახდა 2024 წელს ის კანონი, რაც დღეს გვაქვს ჩვენ მოქმედი. რისგან უნდა დავიცვათ?
რა საფრთხეებია, აი ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ. პერსონალური მონაცემები მარტივად რო წარმოვიდგინოთ, ეს არის ჩვენი ფაქტობრივად ისტორია, ხო? მით უმეტეს თუ საუბრობთ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და ციფრულ პლატფორმებზე თუ საუბრობთ საერთოდ და სოციალურ ქსელებზე, მით უმეტეს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად შეიძლება აღმოჩნდეს სამომავლოდ ჩვენი მონაცემები. ამაზე ინფორმაციას გვაძლევს თითოეული ამ სერვისის გამოყენების დროს ის ინფორმაცია, რაც ყოველ სერვისს გააჩნია, ეს არის ვალდებულება და უნდა გავაცნოთ, ამას უნდა ვიცოდეთ, რომ სად როდის აღმოჩნდება ჩვენი მონაცემები. ეხლა რა რისკის და რა ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ყველაფერი ჩვენთვის მონაცემთა სუბიექტისთვის, ხო? დავიწყოთ მაგალითად იმით, რომ თუნდაც ისეთი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, მაგალითად, როგორიც არის ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ მონაცემები. ეს არის ისეთი ტიპის მონაცემები, რომლებიც ძირითადად სოციუმში და ჩვენ საზოგადოებაში იწვევს გარკვეულ სტიგმას, დისკრიმინაციას. ეს არის კონფიდენციალური. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვეხება და ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ვის შეიძლება გავუზიაროთ ეს ინფორმაცია. ხო, აი მაგალითად ერთი მარტივი მაგალითი რო გითხრათ, საავადმყოფო ფურცელთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ ჯანმრთელობის პრობლემების გამო გავდივართ საავადმყოფო შვებულებას ვიღებთ. აქამდე იყო ხოლმე რომ აი საავადმყოფო ფურცელში იყო ჩანაწერი რა დიაგნოზი გვაქვს რის გამო გავდივართ ბიულეტინზე ეგრეთ წოდებულზე ხო რეალურად შემდგომ აღმოჩნდა იცოდა რა დაავადება გქონდა ან რა კონკრეტული ჯანმრთელობის პრობლემა გქონდა შემდგომ აღმოჩნდა რომ ეს დამსაქმებლისთვის საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი დამსაქმებელმა უნდა იცოდეს რომ ჩვენ გარკვეული ტიპის ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს და ამიტომ გავდივართ საავადმყოფო ფურცელზე, ამიტომ შეიცვალა მიდგომა და საავადმყოფო ფურცელში აღარ იწერება დიაგნოზი, აღარ იწერება ის კონკრეტული რაღაც კვლევა, თუნდაც რის გამოც ჩვენ გვჭირდება საავადმყოფო ფურცელი. ამით შემცირდა ის არეალი, ვისაც შეიძლება სოდნოდა რა გვჭირს ჩვენ, ხო, რა პრობლემა გვაქვს. ეს სიკეთეები კიდევ რა მიმართულებით ჩანს? სიკეთეები ჩანს იმ მიმართულებით, რომ დაწესებულებებს დაევალათ მიიღონ შესაბამისი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, იმისთვის რომ მათთან დაცული მონაცემები, რასაც ისინი ჩვენ შესახებ ამუშავებენ, იყოს უსაფრთხოდ დაცული. ხა რას ნიშნავს პირველ რიგში უსაფრთხოდ დაცვა, ხო? პირველ რიგში უსაფრთხოდ დაცვა ნიშნავს იმას, რომ ის თანამშრომლები, რომლებსაც აქვს ჩვენს მონაცემებზე წვდომა, უნდა იყვნენ აღჭურვილი კონფიდენციალურობის ვალდებულებით, რაც შეიძლება იყოს მთელი ცხოვრების მანძილზე, უნდა გქონდეთ ეს ვალდებულება, რომ საიდუმლოდ შეინახონ ჩვენ შესახებ არსებული ინფორმაცია და ასევე რაც ყველაზე მთავარია, ძირითადად რაც არის ხოლმე, მაგალითად ჩვენს მონაცემებზე შეიძლება გქონდეს წვდომა დაწესებულებაში არსებულ ასობით თანამშრომელს, როცა რეალურად მაგალითად ჩვენ მივდივართ პირობითად ერთი კონკრეტული ტრანზაქციის განსახორციელებლად ბანკში ან მივდივართ სამედიცინო დაწესებულებაში კონკრეტული მიმართულების ექიმთან. შესაბამისად ეს ნიშნავს, რომ ჩემს ისტორიაზე წვდომა უნდა გქონდეს მხოლოდ იმ სამედიცინო პერსონალს, მაგალითად, ვინც ჩართულია ჩემი მკურნალობის პროცესში და არა კლინიკაში დასაქმებულ ათასობით, შეიძლება ხშირ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალს, იმიტომ რომ ეს შეზღუდავს იმ წრეს, სადაც შეიძლება უბრალოდ ინტერესის გამო ვინმემ გადაამოწმოს ჩვენ შესახებ მონაცემები და გავრცელდეს მაგალითად ისეთ სივრცეში, რაც ჩვენთვის შეიძლება ზიანის მომტანი აღმოჩნდეს და შემდგომ გამოიწვიოს არაერთი შემთხვევა გქონია ბულინგის, სტიგმის, შრომითი დისკრიმინაციის, ამას ძალიან სავალალო შედეგები შეიძლება მოყვეს, ხო? როგორი ხსნება, როდესაც თქვა კონკრეტული ინტერესი გვაქვს, საუბრობთ ამას და ვუზიარებთ მეგობარს, ვიღებთ რაღაც რჩევებს, კონკრეტულ პროდუქცია აქცენტირება და აღმოჩნდება, რომ სოციალურ მედიაში მომენტალურად შემოთავაზება ამ პროდუქტის. ჩვენთვის საინტერესო პროდუქტი. მე ამას მოყვება ხოლმე შეთქმულების თეორიები, რა იგვისმენენ, აბა როგორ მოხდა. ხშირად ნებსით თუ უნებლიეთ ვართ ხოლმე თავად ჩართული ამ პროცესში. ანუ ჩვენ ვასმენინებთ ამ აპლიკაციებს, ამ პლატფორმებს იმას თუ რა გვაინტერესებს. ეს როგორი ხსნება, ასევე მინდა რომ მარტივად განვმარტოთ ჩვენს ნამდვილად. ალბათ ყველას გქონია ესეთი შემთხვევა, ნუ ჩვენ თუ არა მოგვისმენია ჩვენი მეგობრებისგან, ოჯახის წევრისგან, რომ რაღაც თემაზე საუბრობენ ადამიანები და შემდგომ გარკვეულ პერიოდის შემდგომ სხვადასხვა სოციალურ ქსელში ამ პლატფორმაში მათ სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია უჩნდებათ.
ეს ნიშნავს რას, რომ ჩვენი მაგალითად smartphone-ით, ტელეფონით, гаджетით, კომპიუტერით, არ ვიცი ნებისმიერი მათგანით გადმოწერეთ რომელიმე აპლიკაცია და მას მივეცით უფლება ქონოდა წვდომა მაგალითად მიკროფონზე, რომელსაც აქვს შესაძლებლობა ჩვენთვის საინტერესო საკითხებით დაიჭიროს სიგნალებით და შემდგომ მარკეტინგულად დამუშავდეს და ამ თემასთან დაკავშირებით გამოგვიჩნდეს ინფორმაცია. გეთახმებით არსებობს ესეთი მოსაზრებები, რომ ჩვენ გვისმენენ, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ჩვენი უფლება მოგვისმინონ თუ არა. აქ გვისმენს კონკრეტული აპლიკაცია და არა სხვა რომელიმე ორგანო, ამიტომ ჩვენზე არის დამოკიდებული და მე ვურჩევდი მონაცემთა სუბიექტებს, რომ ყოველი ესეთი აპლიკაციის სარგებლობისას გაეცნონ მომხმარების წესებს, სწორად განსაზღვრონ რისთვის ჭირდებათ ეს აპლიკაცია და აპლიკაციას მისცენ წვდომა მხოლოდ იმ მინიმალურ მონაცემებზე, რისთვისაც მათ სურთ, რომ ეს აპლიკაცია გამოიყენონ, რაც შემდგომში უკვე აი ამ ტიპის რაღაც ინფორმაციების გამოჩენას შეზღუდავს და იმ არეალს შეამცირებს, სადაც შეიძლება მათ მოусმინონ. დიდი მადლობა. თქვენი რჩევებისთვის, მოწოდებული ინფორმაციისთვის, იურისტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი მარიამ გოხიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.